გამარჯობა, გმადლობთ, რომ შემოგვიერთდით დღევანდელ ვებინარზე, რომელსაც ერთად წარმოგიდგენენ რეგულაციებთან შესაბამისობის აკადემია და იდენტობატი. ჩემი სახელია მარია და ვიქნები დღევანდელი ვებინარის მოდერატორი. დღეს ვისაუბრებთ ძალიან აქტუალურ თემაზე, როგორ უნდა მოემზადონ კრიპტოკომპანიები საქართველოში ახალი პრევენციული რეგულაციების შესასრულებლად. ეს არის თემა, რომელიც ეხება უშუალოდ ფინანსურ და ფინტექ ინდუსტრიას და მისი სწორად დანერგვა არის მნიშვნელოვანი ბიზნესებისთვის. მინდა წარმოგიდგენოთ ჩვენი სპიკერები, ქეთევა გოგობერიშვილი, საქართველოს რეგულაციებთან შესაბამისობის აკადემიის დამფუძნებელი, ქეთი წლებია მუშაობს რეგულაციებისა და AML compliance-ის მიმართულებით და დღეს გაგვიზიარებს რეგულატორის მხრიდან არსებულ მოლოდინებზე და სიახლეებს. და ზურაბ კოტარია, იდენტობატის თანადამფუძნებელი და საოპერაციო დირექტორი. ზურაბ პრაქტიკულ მაგალითებზე დაგვანახებს, როგორ შეიძლება ახალი მოთხოვნები იქცეს არა წინაღობად, არამედ ავტომატიზაციისა და ზრდის შესაძლებლობად. ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ კომპანიების შესახებ. დავიწყებ იდენტომატით. 2019 წლიდან იდენტომატი ეხმარება კომპანიებს მომხმარებელთა შეუფერხებელი დისტანციური onboarding-ის, ბიომეტრიული ავთენტიფიკაციის და თაღლითობის პრევენციის განხორციელებაში მნიშვნელოვნად შემცირებული ხარჯებით. იდენტომატი მოიცავს liveness დეტექციას, ვიდეო ვერიფიკაციას, მისამართის დადასტურებასა და სხვა თულებს. 2021 წელს კომპანიამ გაფართოება დაიწყო ამერიკის, ევროპისა და შუა აზიის მიმართულებით, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა საერთაშორისო პარტნიორების რაოდენობა და ბუნებრივად უბიძგა იდენტომატის გლობალური სტანდარტების მიხედვით დახვეწას. 2064 წლებში კომპანიამ მოიპოვა IBETA-ს ორივე დონის სერტიფიკატი, რაც ხაზს უსვამს იდენტომატის დახვეწილ მაღალი სტანდარტის მქონე liveness-ის დეტექციას. ამგვარ განვითარებამ იდენტომატი ახალ ეტაპზე გადაიყვანა, კერძოდ იდენტომატი აღიარეს top KYC ვენდორად Liminal Link Index-ის მიერ. Liminal Link Index-ის რეპორტი მოიცავს თითქმის 200 KYC AML პროვაიდერების შემოწმებას, რომელთაგან მხოლოდ საუკეთესოები, კერძოდ კი top 20 მოხვდნენ ინდექსში. იდენტომატის მოხსენება ამ რეპორტში ნიშნავს, რომ ის შეესაბამება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს. ახლა გადავიდეთ რეგულაციებთან შესაბამისობის აკადემიაზე. Compliance Academy of Georgia, ანუ რეგულაციებთან შესაბამისობის აკადემია არის დამოუკიდებელი სასწავლო და საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელიც სპეციალიზირდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში. აკადემია გთავაზობთ ტრენინგებს, სემინარებს და პრაქტიკულ სამუშაო პროგრამებს, როგორც ფინანსური სექტორის პროფესიონალებს, ასევე საჯარო და კერძო ორგანიზაციებს. აკადემიის მისია პროფესიული განათლების ხელშეწყობა ფინანსურ და არაფინანსურ სექტორში, საერთაშორისო და ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისობის გაზიარება, პრაქტიკული დონის ცოდნის გაზიარება AML, CFT სანქციებისა და ფინანსური დანაშაულის პრევენციის კუთხით. ახლა უკვე სიტყვა მინდა გადავწე ქეთის, რომელიც გაგვაცნობს ახალი პრევენციული ღონისძიებების წესებსა და მათ პრაქტიკულ მნიშვნელობას. ქეთი? დიდი მადლობა მარია, მივესალმებით ჩვენი ვებინარის მონაწილეებს. გავაზიარებთ პრეზენტაციას და გთხოვთ დავიდასტუროთ თუ ჩანს პრეზენტაცია და ჩემი ხმაც ისმის თუ არა ნორმალურად. ბატონო, ხმაც შემოდის კარგად და პრეზენტაციაც ჩანს. კარგი, დიდი მადლობა. შეგვიძლია მაშინ დავიწყოთ. პირველ ეტაპზე განვიხილოთ რეგულატორის მოთხოვნები აღნიშნული რეგულაციით. რას გთხოვს, რატომ გთხოვს და როგორ შეიძლება რომ ანგარიშვალდებული პირები შესაბამისობაში იყვნენ ამ რეგულაციის მოთხოვნებთან. და მეორე ნაწილში უკვე რა თქმა უნდა ზურა ისაუბრებს ტექნიკურ გადაწყვეტაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი კომპანიისთვის. კი ბატონო, როგორ უნდა მოემზადონ კრიპტოკომპანიები ახალი პრევენციული ღონისძიებების წესის შესასრულებლად? მე მინდა შემოგთავაზოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები და ბირთვი, რაც არის მნიშვნელოვანი, რომ შესაბამისობაში იყოს ორგანიზაცია პრევენციულ ღონისძიებებთან და ასევე განმარტავ დაწვრილებით თვითონ პრევენციულ ღონისძიებებშიც რა იგულისხმება, რადგან რა თქმა უნდა ბიზნესი არ არის ესე ვთქვათ იურიდიული განათლების მცოდნე და შეიძლება მას არც მოეთხოვებოდეს რომ დეტალურად ესმოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ ყველა ტერმინოლოგია გასაგები იყოს ანგარიშვალდებული პირისთვის და გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება.
რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ძირითად ვალდებულებებზე, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ძალიან მარტივად რომ ახსნათ კლიენტის შესწავლა, როგორ შეიძლება რომ განხორციელდეს, რომ ზუსტი ინფორმაცია გქონდეს მის შესახებ. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ეხმარება ორგანიზაციასთან, რომ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოვიდეს და მეორე მხრივ ასევე ეს მნიშვნელოვანი არის ბიზნესის თვალსაზრისითაც, ხო? ანუ რაც უფრო კარგად ვიცნობთ ჩვენს მომხმარებლებს, თვითონ რაც იგულისხმება ამ პრევენციულ ღონისძიებებში, დაწყებული კლიენტის საქმიანობიდან, მის შემოსავლიდან, ასევე დაუშვათ რა მიზნით და მომსახურებით სურს ურთიერთობა მას ორგანიზაციასთან, რა სიხშირით და რა პერიოდულობით, ეს ბიზნესაც ეხმარება თავისთავად ცხადია, რომ მასზე მორგებული დაუშვათ შეთავაზებების განხორციელება შეძლოს, ხო, ბიზნესური თვალსაზრისითაც. ასევე ვისაუბრებთ ბოლო ცვლილებებზე, რაც მგონია, რომ გამოწვევა არის კომპანიებისთვის, მაქვს ხოლმე ურთიერთობა რიგ კომპანიებთან, ვინც ესე ვთქვათ მოღვაწეობს კრიპტოსფეროში და ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, ეს არის რა თქმა უნდა ტექნიკური გადაწყვეტა, კლიენტის ადგილმდებარეობის დადგენა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის არარეზიდენტი კლიენტების მომსახურება და მათი მიზანი თუ რატო სურთ კომპანიასთან ურთიერთობის დაჭერა, ხომ არ იქნება დაუშვათ რისკები იმისა, რომ ტრანზიტულად გამოიყენონ ანგარიშები. ასევე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მაღალი რისკის იურისდიქციებზე და ოფშორებზე, რასაც ხავს უსვამს რეგულატორი და მნიშვნელოვანი არის, რომ კარგად გვესმოდეს, რა რისკების წინაშე შეიძლება დადგეს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების თვალსაზრისით ორგანიზაცია ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ეს არის ესე ვთქვათ დოკუმენტი, შიდა ინსტრუქცია, ამისი არსებობა ორგანიზაციაში, რათა ყველა თანამშრომელი ერთ ხაზზე იყოს და რაც განსხვავებული აღქმები არ იყოს ორგანიზაციის შიგნით, ხო? ანუ პროცესების აღწერა, რას ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ, ხო, რასაც თავისთავად თვითონ ეს ინსტრუქცია მოიცავს. და რა თქმა უნდა, ჩემის მხრივ გაგიზიარებთ დასკვნებს და რეკომენდაციებს, რაც მნიშვნელოვანი არის, რომ შესაბამისობაში მოვიდეს ორგანიზაცია ამ რეგულაციურ მოთხოვნასთან. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებია, როგორც გვეუბნებიან, და ის ფინანსური ორგანიზაციები, რომლებსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს კრიპტოსერვისების გაწევის უფლება, ვალდებულები არიან, რომ ახალი წესის შესაბამისად კლიენტებზე პრევენციული ღონისძიებები განახორციელონ ელექტრონული არხებით. ესე იგი, კიდე რომ შევაჯამოთ, თუ რას ნიშნავს ეს პრევენციული ღონისძიება, ხო? მაქსიმალური ინფორმაცია გქონდეს ჩვენი როგორც არსებული, ასევე პოტენციური მომხმარებლების შესახებ, ხო? ანუ ვინ არიან, ესე ვთქვათ, რას საქმიანობენ, იმიტომ რომ საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანი არის, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენი ორგანიზაციის AML სპეციალისტს შეეძლოს და არა მარტო AML სპეციალისტს, ბიზნესური თვალსაზრისითაც, ხო? განხორციელებული ტრანზაქციები და ოპერაციები, რასაც თქვენი მომხმარებელი აკეთებს ან გააკეთებს თქვენს ორგანიზაციაში, რამდენად შესაბამისობაში არის მის მიერ გაცხადებულ საქმიანობასთან და ხომ არ იკვეთება, ასე ვთქვათ, საყურადღებო და საეჭვო დეტალები. თუმდაც, რომ შეიძლება ასე ვთქვათ, ამ კონკრეტულ პირს არ ქონდეს იმ ხელმოცულობითი შემოსავალი რეალურად რა ტრანზაქციებსაც ახორციელებს თქვენს ორგანიზაციაში. და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ასეთ ტერმინსაც ხვდებით ხოლმე სახელმძღვანელო დოკუმენტაციებში, მიზნისა და განზრახული ხასიათის შესწავლა და ესეც ვფიქრობ, რომ საჭიროებს დაზუსტებას, ხო? ანუ რა იგულისხმება მიზნისა და განზრახული ხასიათის დადგენაში, ასე ვთქვათ, ხო? ანუ რა მიზნით სურს ჩვენთან ურთიერთობა მომხმარებელს, რა პროდუქტებს გამოიყენებს ძირითადად, რა სიხშირით და რა პერიოდულობით, ხო? და ამ კითხვებს ჩვენ ვიცით, რომ ახლა ორგანიზაციები ხოლმე თავიანთ KYC-ის კითხვარებში მისი შევსებაც მერე უწევს მომხმარებელს. მოთხოვნა და მთავარი გამოწვევა, რასაც ჩვენ ვხედავთ რეგულაციაში, არის, რომ პრევენციულ ღონისძიებამდე აუცილებელი არის, რომ დადგინდესო კლიენტის ადგილმდებარეობაო, სულ მცირე ქვეყანაო, ხო? როგორ მაგალითად IP მისამართების ავტომატური გამოვლენის სისტემა უზრუნველყოფს ამას, ან სხვა სანდო გეოლოკაციის ინსტრუმენტებიო, რის ტექნიკურ, ესე ვთქვათ, გადაწყვეტაზეც მერე ზურა ისაუბრებს.
და რა თქმა უნდა, რომ ერთი არის დაუშვათ რას გვთხოვს რეგულატორი, ეს გავიაზროთ კარგად და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც არის ამის უკან რა დგას, მიზანი რა არის, ხო? რატომ გავალდებულებენ ამას? რა თქმა უნდა, დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც სანქციების თემა ძალიან აქტუალური არის და ჩვენი რეგიონის რო წარმოვიდგინოთ ფაქტურად როგორ არის, ხო? ანუ მეზობელი დიდი ქვეყანა ირანი, რომელიც აბსოლუტურად სანქცირებული არის, ასევე რუსეთი, რომელიც მთლიანად სანქცირებული არ არის, როგორც ირანი, მაგრამ უფრო და უფრო იზრდება, ხო, რასაც ჩვენ ვკითხულობთ ახლა რეგულაციების თვალსაზრისით მას სანქციები და რა თქმა უნდა სანქციების გვერდისავლის თვალსაზრისით შესაძლებელი არის რომ შესაბამის პირებისთვის საქართველო იქნას გამოყენებული საინტერესო ქვეყანა და რა თქმა უნდა ამ ქვეყანაში რეგისტრირებული ფინანსური ორგანიზაციები. რა თქმა უნდა ასევე მნიშვნელოვანი არის რომ თავიდან აიციოს ორგანიზაციამ მაღალი რისკის იურისდიქციებთან მომსახურების მიწოდება და მასთან დაკავშირებული რისკები ასე ვთქვათ, ხო? მაღალი რისკის იურისდიქციების ჩვენ ვიცით რატომ უწოდებენ ხო რომ არის რისკი იმის რომ დაუშვათ მოხდეს ფულის გათეთრება ტერორიზმის დაფინანსება დამატებითი ბერკეტები არ არის რეგულაციების თვალსაზრისით არ არის სიმკაცრე ასე ვთქვათ ხო მარტივი არის ორგანიზაციის რეგისტრირება და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის თუ იმ ქვეყანაში რეგისტრირებული ორგანიზაცია განსაკუთრებით ითხოვს დაუშვათ საქმიანი ურთიერთობის დაჭერას ორგანიზაციასთან ჩვენ შემთხვევაში საქართველოში რეგისტრირებულ ფინანსურ კომპანიასთან მაქსიმალურად შესწავლილი იქნას მიზანი და განსახული ხასიათი ხომ რატომ სურს დაუშვათ საქართველოში რეგისტრირებულ ფინანსურ კომპანიასთან დაიჭიროს ურთიერთობა და რა თქმა უნდა ასევე მიზანი არის რომ ორგანიზაცია შესაბამისობაში მოვიდეს როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო რეგულაციებთან ასევე შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენი არსებული რეგულაციებიც მაქსიმალურად შესაბამისობაში არის საერთაშორისო რეგულაციებთან და იმეორებს ასე ვთქვათ მათ რეკომენდაციებს კი ბატონო ხო, ასევე ძირითადი მოთხოვნა, რაც არის და როგორც აღნიშნე, ასევე მთავარი გამოწვევა ეს არის, რომ უნდა შემოწმდეს, იყენებს თუ არა კლიენტიო ისეთ მეთოდებს, რომლებიც მალავსო მის რეალურ ადგილმდებარეობას, ხო? ეს არის უკვე ტექნიკური გადაწყვეტა და ნახოთ ზურა რა შემოგთავაზებს ამ თვალსაზრისით. და აუცილებელი არის, რომ თუ გამოვლინდა ესეთი შემთხვევები, დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედეს შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებებიო, მაგალითად, რა ვიცი, გაძლიერდეს იდენტიფიკაცია, დამატებითი კითხვები დაესვას მომხმარებლებს, რომ სიტუაცია კარგად შევსწავლოთ და საჭიროების შემთხვევაში თუ საჭირო იყო ეს ყველაფერი რეპორტიც გაიგზავნოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. და რატომ არის მნიშვნელოვანი, ხო? ანუ ხშირი არის ადგილმდებარეობის დამალვა მაღალი რისკის კლიენტების და სანქციების გვერდის ავლის მცდელობისას. კი ბატონო. რაც შეეხება თავად არარეზიდენტ მომხმარებლებს, ესე ვთქვათ, ხო? აქ მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, შესწავლა, რატომ იჭერს დაუშვათ არარეზიდენტ მომხმარებელი კავშირს საქართველოში რეგისტრირებულ ფინანსურ ორგანიზაციასთან, შეიძლება საქართველოში მუშაობს, საქმიანი ურთიერთობები აქვს, აქ ცხოვრობს, ხო? და რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებებისას უნდა განისაზღვროს, ხომ არ გამოიყენებს არარეზიდენტი კლიენტი ანგარიშს ტრანზიტული მიზნით, ასე ვთქვათ, რომ მოახდინოს უბრალოდ ფინანსური ნაკადების მოძრაობა. თუ რისკი არსებობს, რა თქმა უნდა, საჭირო არის ახსნა, რატომ ამყარებს კლიენტი ურთიერთობას ადგილობრივი იურისდიქციის გარეთ და უნდა მომზადდეს წერილობითი ანალიზი და დასაბუთება, რომელიც დაფუძნებული იქნება რისკის შეფასებაზე, ხო? რისკები, რა თქმა უნდა, ტრანზიტული ანგარიშების გამოყენების ხშირად არის ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულისთვის, ასე ვთქვათ, ხო? სწორედ ამ მიზნით შეიძლება იქნას გამოყენებული და არჩეული საქართველოში რეგისტრირებული ფინანსური კომპანია. ამიტომ ჩვენ თუ გადავხედავთ რეგულაციებს, არა მხოლოდ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების თვალსაზრისით, ხშირად ხვდებით ხოლმე ამ ჩანაწერს, რომ მნიშვნელოვანი არის არარეზიდენტი ფიზიკური პირების და ორგანიზაციების სიღრმიშეული შესწავლა, რომ დადგინდეს, ესე ვთქვათ, მიზანი და განზრახული ხასიათი, რატომ იჭერს ურთიერთობას თქვენს ორგანიზაციასთან. ეს არა მხოლოდ რეგულაციებთან შესაბამისობის თვალსაზრისით გამოადგება კომპანიას, არამედ ბიზნეს ხედვის თვალსაზრისითაც, ხომ, რომ როგორც თავდაპირველადვე აღნიშნე, სწორი შეთავაზება განხორციელდეს თითოეულ მომხმარებელზე ბიზნესურადაც, ასე ვთქვათ, ხომ?
კი ბატონო, რაც შეეხება მაღალი რისკის იურისდიქციებს და ოფშორებს, ამაზეც ვხვდებით ჩვენ ჩანაწერს, თუმცა ეს წინა პრემოციულ ღონისძიებებშიც აღნიშნული იყო და ყურადღება გამახვილებული იყო და არა მხოლოდ ამ რეგულაციის ფარგლებში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ შიდა ინსტრუქციის საფუძველზე გამოვლინდეს მაღალი რისკის იურისდიქციებთან დაკავშირებული საერთაშორისო ჩარიცხვები და გადარიცხვები და განხორციელდეს ამისი ანალიზი, ასე ვთქვათ. და აუცილებლად უნდა გადაიხედოს კლიენტის რისკის დონე, შეფასდეს ურთიერთობის გაგრძელების მიზანშეწონილობა და საჭიროების შემთხვევაში უნდა დაინერგოს დამატებითი კონტროლის ზომები. და როგორც ვხვდებით ჩვენ ჩანაწერს რეგულაციაში, გამონაკლისი შეგვიძლია დაუშვათო ევროკავშირის შენგენის ზონის წევრ ოფშორულ ქვეყნებთან მიმართებით. ზოგადად რისკების შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი არის, არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ შესაბამისობაში მოვიდეს ორგანიზაცია დაუშვათ რეგულატორის მოთხოვნებთან, არამედ თვითონ რესურსების განაწილების თვალსაზრისითაც, ხო, AML-ის დეპარტამენტის მხრიდან, რომ მეტი რესურსის დათმობა განხორციელდეს მაღალი რისკის კლიენტებთან მიმართებაში და მოხდეს მისი საფუძვლიანი შესწავლა, ასე ვთქვათ, და შესაბამისად ანალიზის მოხსენებაც ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებთან. კი ბატონო, დასკვნების სახით ახლა რო შევაჯამოთ ჩვენ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობა დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, სწორი შიდა ინსტრუქციების და ტექნოლოგიების ერთობლივ გამოყენებაზე. კიდევ გავიმეორებ, რომ რაც არ უნდა კარგად დაწერილი და აღწერილი შიდა ინსტრუქცია იყოს ორგანიზაციაში, თუ ის მოქმედებაში არ არის და თუ იქ ასახული არ არის ორგანიზაციას რა ტექნოლოგიური გადაწყვეტები აქვს, რა თქმა უნდა, რისკი ყოველთვის იქნება, რომ შეიძლება რამე გაიპაროს და ორგანიზაციამ ვერ უზრუნველყოს შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნების შესრულება. დღეს 21 საუკუნეში დამეთანხმებით ალბათ, რომ ებრძოლო ფულის გათეთრებას ან ტერორიზმის საფინანსებას ტექნოლოგიური უზრუნველყოფის გარეშე ძალიან რთულია და ფაქტორად შეუძლებელიც კი. ასევე, რა თქმა უნდა, რეგულაციების მოთხოვნები უნდა შესრულდეს არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ რეალური რისკების პრევენციის მიზნით. ხშირად ამასაც ვაწყდები ხოლმე, რომ როდესაც მაქვს ურთიერთობა ორგანიზაციებთან, მიზიარებენ დაწერილ პოლიტიკა პროცედურებს, რომელიც შეიძლება ჩავთვალო, რომ დაუშვათ შესაბამისობაში არის რეგულატორის მოთხოვნებთან, თუმცა ორგანიზაციაში არსებული პროცესები თავად არ შეესაბამება ამ შიდა ინსტრუქციას და პოლიტიკას, რაც აქვთ ხოლმე გაზიარებული. ამიტომ ფორმალობა არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი არის, რომ ქმედებაში ვიყოთ და რეალურად ასახავდეს ჩვენს პროცესებს ის პოლიტიკა პროცედურები, რაც იქნება ორგანიზაციაში დანერგილი. და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ტექნიკური გადაწყვეტილებები, როგორც თქვი, განსაკუთრებით კრიტიკული არის ლოკაციის იდენტიფიკაცია, თუ საიდან ახდენს, ასე ვთქვათ, პოტენციური მომხმარებელი რეგისტრაციას. რეკომენდაციების თვალსაზრისით, რაც შემიძლია რომ გაგიზიაროთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ ორგანიზაციამ განახორციელოს შიდა პროცედურების რეგულარული გადახედვა და ტესტირება, იმიტომ რომ აქაც ხვდები ხოლმე გამოწვევას, რომ ერთხელ შექმნილი აქვთ ეს შიდა ინსტრუქცია და პოლიტიკა და წლების შეიძლება ისე გავიდეს, რომ არ მოხდეს, ასე ვთქვათ, ამ დოკუმენტაციების გადახედვა და აქ უკვე რა თქმა უნდა იკვეთება, რომ ეს არის ფორმალური ხასიათი და რეალობას ორგანიზაციის არსებული პროცესების არ ასახავს, ხო? ყველაზე ასე ვთქვათ, საუკეთესო პრაქტიკა არის, რომ წელიწადში ერთხელ მაინც მოხდეს გადახედვა არსებული შიდა ინსტრუქციების და პოლიტიკების, თუ მანამდე, რა თქმა უნდა, არ უსწრებს რაიმე ტიპის რეგულაციური ცვლილება, ან თავად ორგანიზაციაში რაცა ტექნიკური გადაწყვეტის ცვლილება, რაც დაუშვათ აინიციირებს არსებული შიდა პოლიტიკა პროცედურების გადახედვას, ხო? და ტესტირებაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ყოველთვის ტრენინგებზე AML-ის ოფიცრებთან აღვნიშნავ ხოლმე, რომ წელიწადში ერთხელ
მაინც დატესტეთ თქვენი არსებული პროგრამული უზრუნველყოფა. რაიმე ხარვეზი ხომ არ არის, ესე ვთქვათ, ხო, რომ თავი დაიზღოთ და გამოასწოროთ. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის თანამშრომლების მუდმივი დატრენინგება და ცნობიერების ამაღლება, არა მხოლოდ AML-ის მიმართულებით და უშუალოდ AML ოფიცრების ცნობიერების ამაღლება და ტრენინგები, არამედ მთლიანად ორგანიზაციაში, ხო? ანუ მათ შორის მენეჯმენტთან ურთიერთობა, რა ტიპის რეგულაციები არსებობს, რა გადაწყვეტები უნდა ჰქონდეს ორგანიზაციას, რომ შესაბამისობაში მოვიდეს და უშუალოდ რეგულატორის მოთხოვნასთან და ნუ წინააღმდეგ შემთხვევაში რა ჯარიმის წესი აქვს რეგულატორს განსაზღვრული, ხო? იმიტომ რომ ესეც მნიშვნელოვანი არის, ვიცით რომ გარდა უშუალოდ რეკომენდაციებისა ეროვნული ბანკის ინსპექტირების დროს თუ გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, უკვე ფინანსური სანქციები წესდება, ეს შემდეგ უკვე ქვეყნდება, ხო, თავად ეროვნული ბანკის საიტზე, რომელიც საჯარო არესტანების მიერ პირს შეუძლია რომ ნახოს და ნუ გარდა ამ ხარჯებისა, რაც შეიძლება რომ დაუდგეს ორგანიზაციას, ნუ რა თქმა უნდა რეპუტაციული ზიანიც და რისკიც არის, ხო? იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა გინდათ ბანკთან ურთიერთობის დაჭერა, ან თქვენ პარტნიორ კომპანიებსთან, მით უმეტეს თუ ეს კომპანიები რეგისტრირებული არის ევროპაში და ამერიკაში, ისინი ყოველთვის გულდასმით კითხულობენ და დამატებით კითხვებს ხოლმე რეგულატორის შემოწმებასთან მიმართებით, რა ხარვეზები ჰქონდა დაუშვათ ორგანიზაციას და როგორ განახორციელა მერე ამ ხარვეზების აღმოფხვრა და რა გადაჭრის გზებს მიმართა. და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე, რომ ორგანიზაციამ იმუშაოს ტექნიკურ ორგანიზაციებთან, პარტნიორებთან, რომლებიც სთავაზობენ რიგ გადაწყვეტილებებს, რომ მაქსიმალურად ამ თვალსაზრისითაც ტექნიკურად გამართული იყოს და შეეძლოს, რომ ასე ვთქვათ, შეასრულოს რეგულატორის მოთხოვნები. სულ ეს იყო მეგობრებო, რასაც მინდოდა ყურადღების გამახვილება ამ მოკლე დროში ძირითად გამოწვევებზე პრემიციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. თუ რაიმე შეკითხვები გაქვს, სიამოვნებით მოგისმენთ. დიდი მადლობა ქეთი სიღრმისეული მიმოხილვისთვის და რეკომენდაციისთვის, ხოლო ტექნიკურ გადაწყვეტაზე უკვე ისაუბრებს ვებინარის ჩვენი მეორე სპიკერი ზურა, გადმოგცემ სიტყვას და გვესაუბრა რეგულაციები, როგორ დავნერგოთ უკვე ყოველდღიურ საქმიანობაში. მადლობა. დიდი მადლობა. ნუ რეგულაციების დარება, არ ვიცი, მაგრამ რეგულაციების შესაბამისობისთვის საჭირო ინსტრუმენტების რაღაცა ნაწილს გაჩვენებთ, რაღაცა ნაწილი, ასე ვთქვათ, განვითარების პროცესშია და ამაზეც ვისაუბრებ. ბევრი რო არ ვილაპარაკო, ჯობია ალბათ უშუალოდ პროცესზე გადავიდეთ და გაჩვენებთ onboarding-ის და პირველადი შეფასების პროცესის საშუალებებს, როგორ შეიძლება გაკეთდეს. ეს არის ჩვენი სისტემის, ასე ვთქვათ, მართვის პანელი. ამ სისტემაზე დარეგისტრების შედეგად უკვე შესაძლებელი არის აეწყოს სხვა პროცესები და მოხდეს გაკონტროლება დაონბორდებული და ვერიფიცირებული მომხმარებლებისგან, ნუ მათი შესაბამისი ინფორმაციის განახლება, ჯერ მოგრება და შემდეგ განახლება. რამოდენიმე პუნქტზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომ გვაქვს ეს პირველი გვერდი, სადაც არის სტატისტიკის ნახვა, შეიძლება რამდენი სესია განხორციელდა, რამდენი დაეპრუვდა, დარეჯექტა, ვერ გავიდა ბოლოში და დარეჯექტებულების და ბოლოში ვერ გასულების სტატისტიკისთვის გვაქვს თითოეული დაჯგუფება, შეიძლება მიზეზების მიხედვით, რომ შემდეგ ვერ გაანალიზდეს, რატო ვერ მოხდა მათი ვერიფიკაცია. ეს ახლა სატესტო სისტემაში შესაბამისად ინფორმაცია ნაკლებად არის. თუმცა დაახლოებით ბევრი რაღაცა მიზეზი არის, რის გამოც შეიძლება ვთქვათ, სესია ბოლოში ვერ გავიდეს. უშუალოდ სესიები, მეორე გვერდი, სადაც სხვა ფილტრები არის და შეგიძლიათ დააჯგუფოთ შესაბამისი, აი თუნდაც აქ არის ეს reject reason-ები და ამ მიზეზების მიხედვით დააჯგუფოთ სესიები და უშუალოდ შეამოწმოთ შედეგების დროის ინტერვალებით და ასე შემდეგ. მთავარი კომპონენტი ალბათ მაინც იწყება ეს პირველადი დასეტაპების პროცესში, სადაც შეგიძლიათ მართოთ მოხმარებლები და კონფიგურაციები. აქ შეგიძლიათ შექმნათ ხელი არ შეგუშალოს ახალი კონფიგურაცია. გვაქვს ორი ძირითადი flow, ეს არის know your customer-ი, ანუ ფიზიკური პირის ვერიფიკაცია და ბიზნესების ვერიფიკაცია, ანუ იურიდიული პირის ვერიფიკაცია, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ იურიდიული პირის onboarding-ი მოახდინოთ თქვენი სერვისის მისაღებად.
დავარქვათ ამ კონფიგურაციას სახელი და გადავიდეთ უშუალოდ კონფიგურაციის სტეპზე. აქ გვაქვს ორი ტაბი, მეორე ტაბი არის უშუალოდ სტეპების და ფიჩერების და პროცესის აწყობა ხორციელდება, ხოლო პირველი არის უფრო ზოგადი ტექნიკური მახასიათებლები, მაგალითად კონფიგურაციის ID, რომელიც ინტეგრაციის პირობებში API-ით ინტეგრაციის დროს მნიშვნელოვანი არის უკვე შემდეგი მენეჯმენტი განახორციელოთ. უშუალოდ ლინკი, თქვათ, იყოს ერთჯერადი ლინკი და დროით შემოსაზღვრული თუ რაღაცა public link-ი, რომელსაც რაღაც განათავსებთ და რამდენჯერაც ამ ლინკზე დაკლიკება მოხდება, იმდენჯერ შესაძლებელი იქნება ვერიფიკაციის გავლა, რაღაც default ენა, რა ენაზე ჩაიტვირთოს სესია, აგრეთვე რაღაც ჯგუფები, ეს უფრო ვიდეოზე არის ოპერატორებს ეხება, და შეგიძლიათ თემატური ოპერატორების ჯგუფები გააკეთოთ სხვადასხვა სერვისებისთვის და შესაბამისად გაანაწილოთ კონკრეტული სესიები, სესიის ხანგრძლივობა, სესიის როდის გააქტიურდეს ეს სესია, scheduling-ი. შემდეგ არის ხოლმე მოთხოვნები, რომ სესია მაგალითად არ ჩაიტვირთოს desktop-ზე და ჩაიტვირთოს ან notebook-ში, ვინაიდან დაბალი ხარისხის კამერა არის და მოხდეს გადამისამართება, ან სულაც თქვათ self-service box-ებზე, ან ისეთ პროცესში, როდესაც მოწყობილობას არ აქვს კამერა, რომ გამოვიდეს QR კოდი დასკანერდეს და გადამისამართდეს. აგრეთვე ხონუ ამ ლინკის გაშიარებადობის უფლების მიცემა საერთოდ ან შეზღუდვა, ვინაიდან ზოგი ორგანიზაციაში და პოლიტიკებიდან გამომდინარე მხოლოდ ერთჯერად ლინკებს აგენერირებენ. აქვე არის ეს კამერა, მაინც თუ საქართველოს არ ეხება, მაგრამ ერთ-ერთ ქვეყანაში იყო, რომ მაინც full HD კამერით უნდა მოხდეს ვერიფიკაცია და შეზღუდვა, რომ full HD-ზე დაბალი ხარისხის კამერით შეიზღუდოს ვერიფიკაციის საშუალება. აგრეთვე სკრინინგი, სანქცირებული და პეპლისტებზე გადამოწმება, აქვე შეიძლება threshold-ის განსაზღვრა, თქვათ, სახელი გვარი რა სიზუსტით უნდა ემთხვეოდეს, რომ false positive-ები და შემცირება მოხდეს. და აქ ტექნიკური არის ის iframe-ში SMS provider-ის ჩამატება, თქვათ, რომელი SMS provider-ის მიხედვით საშუალებით მოხდება OTP კოდების გაგზავნა, ან თვითონ უშუალოდ ლინკების გაზიარება და ასე შემდეგ, კიდე ცნობილი სახეების cross-check-ების გაკეთება, რომ თქვათ, ერთ-ერთი ადამიანმა სხვა დოკუმენტებით არ გააკეთოს ვერიფიკაცია, თუმცა ეს ამასაც ვერ გამოიყენებთ საქართველოში, ვინაიდან შეზღუდული არის დატის შენახვა ვენდორის მხარეს. ხო, გადავიდეთ ახლა უშუალოდ პროცესის აწყობაზე. ეს ყველა სტეპი აგრეთვე შეიძლება აიწყოს API-ის საშუალებით და ავტომატურ რეჟიმში მოხდეს და ეს ინტერფეისი არ გამოიყენოთ, თუმცა თუ შედარებით მცირე ზომის ორგანიზაციები არიან და არ აქვთ ძლიერი ტექნიკური მხარდაჭერა და გუნდები, ასე ვთქვათ, კოდის წერის გარეშე შესაძლებელი არის flow-ს აწყობა. მაგალითისთვის, პირველი ეტაპი შეიძლება ჩავშოთ, თქვათ, ენის არჩევა, შესაბამისი ქვეყნები, თუ რომელიმე ენა არ არის, რომელიც თქვენი target ბაზარი არის და თქვენი კლიენტებს შეესაბამება, შეგიძლიათ, რომ გვაქვს ლექსიკონები, სადაც შესაბამისი ენის კონტექსტ შეიყვანთ და ის ენა აისახება. შემდეგი ეტაპი არის როგორც წესი დოკუმენტების ვერიფიკაცია, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ ის დოკუმენტის ტიპები, რომლითაც უფლებას აძლევთ მოხარებელს დავერიფიცირდნენ, აგრეთვე დოკუმენტის ინფორმაციის მოგროვების მეთოდები, live-ში ფოტოს გადაღება, ატვირთვა, ან NFC-ის საშუალებით მობილურის შემთხვევაში, მობილური აპლიკაციის შემთხვევაში. აგრეთვე არის დამატებითი უსაფრთხოების პარამეტრები, რომ თქვა შემოწმება მოხდეს დოკუმენტზე წინა გვერდზე არსებული ინფორმაციის უკანა გვერდთან, მოხდეს რაღაცა მანიპულაციების დეტექცია, შავ-თეთრი ეკრანების დეტექცია და ასე შემდეგ. აგრეთვე შეგიძლიათ სხვადასხვა შეზღუდვები დაადოთ, მაგალითად რაღაც ვადის გასვლა დოკუმენტი თუ ვადა გასული არის, ან თუ ვადა გადის რაღაცა კონკრეტულ პერიოდში, რომ ეს დოკუმენტით შეზღუდოთ, ან ნოტიფიკაცია მისცეთ, რომ ვადა გადის და ყურადღება მიაქციონ, ასაკის შეზღუდვა და ქვეყნების შეზღუდვა, ან ნების დართვა, რომელსაც გავუწევთ მომსახურებას ან არ გავუწევთ მომსახურებას.
ერთ-ერთი შემდეგი სტეპი, რაც შეიძლება იყოს გამოყენებული, ეს არის selfie with ID, ეს ერთი და იგივე კადრი არის, სადაც დოკუმენტი უჭრავს ხელში მომხმარებელს და ფოტოს იღებს, თუმცა ეს ნაკლებად აქტუალურია საქართველოში და კაბულტოვოთ. ხო, ეს სტეპები გადაადგილება შეგიძლიათ თქვენი შეხედულების ამებ და მომხმარებლის გამოცდილების შესაბამისად დააკონფიგურიროთ. ერთ-ერთი სტეპი არის აგრეთვე proof of address-ი, მისამართის დადასტურება. ეს ადრე ნაკლებად აქტუალური იყო საქართველოში, თუმცა ახლა რაღაცა ნელ-ნელა ჩნდება ამის მოთხოვნებიც, თუმცა საქართველოს გარეთ პრაქტიკულად ყველა ფლოუში არის. ამისთვის საჭირო არის შესაბამისი დოკუმენტის ატვირთვა, ეს შეიძლება იყოს ბანკის ამონაწერი ან კომუნალური გადახდების ქვითარი, ან მართვის მოწმობა, ან რაიმე ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელზეც დატანილი არის მომხმარების სახელი, გვარი და მისამართი და ეს წყარო ინფორმაციის სანდოარი. რეგულაციების შესაბამისად, მაგალითად, yellow slip ეს არის კვიპროსის დღიდადრობის მოწმობა, რომელსაც ოფიციალურად გაიცემა. შემდეგი ეტაპი, რაც შეიძლება ჩავშვათ, თქვათ, ტელეფონის ნომრის ვერიფიკაცია, იმეილის ვერიფიკაცია, აქაც ორი ოპშენი არის, ერთი რომ უბრალოდ მოგროვდეს და მეორე რომ თან დავერიფიცირდეს OTP კოდის საშუალებით. ახლა ეს OTP კოდი სტანდარტული პროცესია და ბევრს არ ვილაპარაკებ და დავტოვებ უბრალოდ მოგროვებას. და კიდევ ერთი სტეპი, რაც აქტუალური არის ეს ლოკაციის დეტექცია, რაზეც მომხმარებელმა ნებართვა უნდა მისცეს მოწყობილობას, რომ ერთჯერადად ან განგრობითად მოვაგროვოთ GPS კოორდინატი მოწყობილობის და დავადგინოთ, რომ ნამდვილად სად იმყოფება მომხმარებელი. გარდა ამისა, ავტომატურ რეჟიმში ჩვენ ისედაც ვადგენთ IP მისამართს, სადაც მოგვიანებით გაჩვენებთ, რომელი IP მისამართიდან და რომელი ქვეყნიდან მოხდა სერვისის ინიციირება. და სანამ line-ს და selfies და შედარებაზე გადავალ, ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს გაჩვენებთ, ეს არის მომხმარებლის კითხვარი, კითხვის კონფიგურატორი, სადაც შეგიძლიათ დააკონფიგურიროთ დამატებითი ინფორმაციის მოგროვების კითხვები. იმის მიხედვით, რა კითხვები გაინტერესებთ. და ესეთი კითხვების ჯგუფები შეგიძლიათ გააკეთოთ უამრავი და თითქოს ჯგუფში კიდევ რაღაცა უამრავი კითხვები. და ამ კითხვების აგრეთვე შეგიძლიათ განსაზღვროთ კითხვის ტიპები. რაღაცა მაგალითად დავარქვათ, პირველი კითხვა იყოს რაღაცა საქმიანობის სფერო. რო და აქ რაღაცა კომენტარები შეიძლება დაწეროთ ნებისმიერი რა იქნება საჭირო ამ კითხვის ქვეშ. ამის შემდეგ უკვე ირჩევთ კითხვის ფორმატს და შესაბამისი პასუხის ფორმატს. ანუ შეიძლება იყოს თავისუფალი ტექსტი, შეიძლება იყოს რაღაცა ჩეკბოქსები, შეიძლება იყოს radio ბატონები, იყოს ფაილის ატვირთვა, შეიძლება რაღაცა drop down მენიუები გასაზღვროთ და რაღაცა მიამაგროთ სხვადასხვა ფაილები. ავირჩიოთ თქვათ პირველი რაღაცა free text-ი იყოს, დავარქვათ ბიზნეს ინდუსტრია, ინდუსტრია, სადაც ესეთი ტექსტი ჩაიწერება. ვთქვათ, მეორე კითხვა შეიძლება დავარქვათ მაგალითად ბრუნვა, სადაც შეგვიძლია განსაზღვროთ რაღაცა სხვადასხვა ინტერვალები, ვთქვათ, 0, 100, 100, 100 1000 და 100 შემდეგ. და ეს თქვათ პირველი ჯგუფის კითხვები გავაკეთოთ, სად არის მეორე ჯგუფის კითხვები, დავარქვათ რაღაცა ჯგუფი და აქ თქვათ ავირჩიოთ რაღაცა მაგალითად radio ბატონი так, რა დავარქვათ საქმეში რაღაც იყოს ეს კითხვები და თქვათ რაღაცა ფაილის ატვირთვაც მივავად, რაღაცის ფაილის ატვირთვა იყოს.
და აქვე შეგიძლიათ ეს კითხვები გაკეთოთ, conditional კითხვები იყოს იმის მიხედვით, რომ თუ თქვა კითხვაზე რაღაცა თანხმობა არის ამ შემთხვევაში, რომ ნუ გაგრძელდეს ერთი float-ი ან გაგრძელდეს მეორე float-ი. და ანუ მანდატორი არა მანდატორი თავისთავად შესაძლებელია რომ ეს კითხვები იყოს. შესაბამისად ამ პროცესით ფაქტობრივად ყველა იმ სრული ინფორმაციის მოგროვება შესაძლებელი, რაც მომხმარებელთან დაკავშირებით არის საჭირო. და ბოლო სტეპი არის თქო liveness-ის შემოწმება და სახეების შედარება. ნუ აქაც ორი ოპშენი არის პასიური და აქტიური liveness-ი, დავთვალოთ აქტიური. და აქვე ხას გავუსვავ ერთ ფუნქციონალს, რაც შედარებით ახალი დამატებულია და თანდათან უფრო პოპულარული ხდება, ეს არის ვიდეოზარი და ვიდეოზარით ვერიფიკაცია. ფაქტობრივად ეს ფუნქციონალი იძლევა საშუალებას, რომ დამყარდეს ზარი ოპერატორსა და მომხმარებელს შორის, ისე რომ არავითარი მესამე აპლიკაციების საჭიროება არ არის, მაგალითად რაღაცა Zoom-ი, Teams-ი და ასე შემდეგ. ჩვენივე API-ის ფარგლებში თავსებადია ნებისმიერ ოპერაციულ სისტემასთან და ნებისმიერ ბრაუზერთან და ჩაშენებადია native SDK-ით მობილურ აპლიკაციებში და ამ ზარზე შეიძლება 10-მდე მომხმარებელი შემოვიდეს ერთდროულად და ამ დროს ოპერატორს აქვს საშუალება, რომ იგივე ეს ინსტრუმენტები, რაც ახლა ავტომატურ რეჟიმში გამოვიყენეთ, პროცესში ჩაიმატოს და დაიხმაროს მომხმარებლის ვერიფიკაციის დროს, დამატებით თანხმობების მოგროვებისთვის, ინფორმაციის მოგროვებისთვის, ან რაღაცა დოკუმენტების წარმოქმნა ატვირთვისთვის. და აქვე გვაქვს ოპერატორის კითხვარი, რომლითაც ვიდეოზარის დროს ოპერატორის გაიდლაინი არის, თქვა რა კითხვები უნდა დასვას და როგორ გაუძღვეს ზარს. თუმცა ეს ცოტა უფრო კომპლექსური პროცესი არის და ახლა წავშლი და აღარ გამოვიყენებ. სხვა მხრივ flow პრაქტიკულად აწყობილი გვაქვს, შევინახავთ ამ პროცესს და მზად ვართ გალაივებისთვის, ასე ვთქვათ, მომხმარებლების onboarding-ისთვის. გადავდივართ სესიებში, აქ ვირჩევთ იმ კონფიგურაციას, რაც ავირჩიეთ, რაც შევქმნით. PowerPoint ამას კონფიგი და ესეთი კონფიგები შეიძლება იყოს უამრავი, რაღაცა თქო პირველადი კლიენტები, მეორადი, რაღაცა სხვადასხვა სტეპებით და ასე შემდეგ. და ვაგენერირებთ links. აქვე არის შესაძლებლობა, რომ ეს ლინკი გავაშიაროთ, თქვა, email-ზე, SMS-ით და შესაბამისი საბჯექტები და კონტენტი მივაყოლოთ. თუმცა ახლა ამას გამოვტოვებ. თუ ეს მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, თუ არ არის რაღაცა კორ სისტემები, სადაც ხდება ამ სერვისის ინტეგრაცია. პარალელურად ეს სესია აქ უკვე არსებობს, მენეჯზე უკვე ჩანს, აგრეთვე API-თაც ხელშესახებია და ნახვადი არის. იმ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მომხმარებელს პროცესის გავლა არ დაუწყია. ეხლა უკვე უშუალოდ გადავიდეთ მომხმარებლის მხარეს, როგორც იქ ჩავშვით flow-ში პირველი სტეპი ქონდა ეს ენის არჩევა, დავტოვოთ ინგლისური, შემდეგი სტეპი ქონდა დოკუმენტის ვერიფიკაცია. აქ ავირჩიოთ დოკუმენტი, იხსნება ესეთი კადრი, აიდან ქონდა მითითებული გადაღება და როგორც კი კადრში ხდება დოკუმენტი, სისტემა იწყებს ამ დოკუმენტის ტიპის, ხარისხის გაანალიზებას და როგორც კი დაიჭერს შესაბამის კადრს, ავტომატურად უღებს ფოტოს, ისე რომ მომხმარებელს არ ჭირდება დამატებითი რაღაცა შრომა და ქმედებები. მოკლედ დოკუმენტი უკვე დავავერიფიცირეთ და გადავიღეთ და ეს დოკუმენტი უკვე სისტემაში ჩანს და უკვე ხელმისაწვდომია, იმის მიუხედავადაც თუ მომხმარებელი გაწყვიტავს პროცესს, ეს ინფორმაცია მაინც რჩება. შემდეგი ეტაპი ხონდა proof of address-ი და ავტვირთოთ რაღაცა bank statement-ი რაიმე. და ამ ატვირთვის პროცესშიც ავტომატურად ანალიზებს მომხმარებლის სისტემა, რომ შეესაბამებოდეს ვადას და ასე შემდეგ. ნუ ეს ვადა გასული დოკუმენტი იყო და დაწერა expired, მაგრამ ნუ მაინც გავაგრძელოთ პროცესი. ტელეფონის ნომერის ვერიფიკაცია, აქაც ეს OTP გათიშული მაქვს, ნუ მეტი დრო არ ვკარგოთ. იმეილი და ლოკაცია, რაც მოვითხოვეთ პროცესში, დავთავნებას და მოგროვდა, ეს ინფორმაციებიც აქ ისევ და ისევ უკვე ხელმისაწვდომი არის და ჩანს და ნუ ამაზე მოგვიანებით გადავალ უფრო დეტალურად.
უკვე ეს კითხავები, რაც შევქმენით, თქვათ ინდუსტრია რეკტექი იყოს, მე შემდეგ ბუნვა რა მოსალოდნელი არის და ამ კითხების ფორმირება უკვე თქვენზე არის დამოკიდებული. შემდეგი სტეპი გქონდა კითხების და აქ რაღაც ავირჩიოთ, აქ ის იგივენაირად შეიძლება რაღაცა ფაილების ატვირთვა. ვირთოთ, დავადასტუროთ და ამის მერე უკვე იწყება ლაივნესი და ბიომეტრიის შემოწმება. ამ პროცესში ვეღარ ვილაპარაკებ, ვინაიდან ინსტრუქციებს უნდა მიუყვე. ასე დამგვარად თავდება პროცესი მომხმარებლისთვის და შესაბამისი ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომი არის API-ით, რომ წავიღოთ და core სისტემაში ავსახოთ და აგრეთვე ასე დეშბორდზეც მენუალურად შეგვიძლია შევამოწმოთ. შედეგები მოკლედ აქ გვაქვს ეს კითხვებზე გაცემული პასუხები, რაც მოვაგროვეთ თავისი ფაილით, რაც ავტვირთეთ. დოკუმენტის წინა მხარე, უკანა მხარე, დოკუმენტიდან წაკითხული მონაცემები, შესაბამისი რაღაცა ეს მისამართი proof of address-დანაც წამოვიღებთ, ამას კიდე გაჩვენებთ, ელექტრონული პოსტა, ტელეფონის ნომერი, IP მისამართი, რომელიდანაც მოხდა ვერიფიკაციის გავლა, ქვეყანა, მოწყობილობა და ის GPS კოორდინატები, საიდანაც მოხდა ეს ვერიფიკაცია. და ამის პარალელურად აგრეთვე activity log-ი, სადაც ჩანს, რომელ წუთზე, რომელ სტეპზე რა ქმედება სრულდებოდა. ანუ როდის დაიწყო, როდის დასრულდა ეს შუალედური ფოტოები, რომელსაც სისტემა ანალიზებს, რომ იპოვოს სწორი კადრი ყველა სტეპზე და საბოლოოდ თავისი შედეგით. აქვე არის ეს ლაივნესის ვიდეო და მსგავსების threshold-ი დოკუმენტსა და სახეს შორის. შემდეგი გვერდზე შემდეგი ტაბი გვაქვს სკრინინგის შედეგები, ანუ სანქცირებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირებზე გადამოწმების შედეგები. ახლა მე პეპი არა ვარ, რა თქმა უნდა, თუმცა სატესტო სისტემისთვის აქ ჩასმული გვაქვს. ეს რეზულტები აქაც ჩანს და API-თან შეიძლება წაიღოთ და უკვე თქვენ მენეჯმენტ სისტემაში ასახოთ და იქ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოთ. და proof of address-ი, სადაც ეს ბანკის ამონაწერი ჩანს, აგრეთვე არის ვის სახელზეა გაცემული, როდის არის გაცემული, რა მისამართზე, რა ორგანიზაციის მიერ და შესაბამისი რუკა, რომელიც აქ ეკრანზე ჩანს. მოკლედ ეს არის, ესე ვთქვათ, ზედა დონეზე მომხმარებლის ვერიფიკაციის flow და შესაბამისი შედეგები. ახლა შევეცდები მე ამის პარალელურად გაჩვენოთ ჩვენი შედარებით ახალი პროცესი, რაც გვაქვს, რომელიც ჯერჯერობით ამ კვირაში ტესტ გარემოში იქნება და მომავალ კვირიდან უკვე გაპროდაქშენდება, რაც შეეხება იურიდიული პირების ვერიფიკაციას და იურიდიული პირების onboarding-ს. ამისთვის დამჭირდება ტესტ გარემო და დამჭირდება ეს flow. так, ერთი წამით. მოდიჯერ flows გავივლი და მე მოკლედ ამ flows კონფიგურირება იგივე ლოგიკით ხდება, რა ლოგიკითაც გაჩვენეთ KYC შემთხვევაში და არის და რა თქმა უნდა აქაც ეს პარამეტრები კონფიგურირებადია, ჩვენ მეტნაკლებად ის სტანდარტი გვაქვს აღებული, რაც ზოგადად მიღებული არის, თუმცა რა თქმა უნდა ყველა ორგანიზაცია შეუძლია დააკონფიგუროს თავისი სურვილის მიხედვით. დავარქვათ რაღაცა კომპანიის სახელი, საიდენტიფიკაციო ნომერი, ვიჩოთ რაღაცა მე გაიქვეყანა ესტონეთი. ხო, რა შეეხება ამ სარეგისტრაციო ნომრებს და კომპანიის სახელებს, ეს მონაცემები უკან ბექში მიერთებული გვაქვს სხვადასხვა data source-ებზე, მათ შორის იურიდიული პირების რეესტრების აგრეგატორ კომპანიებთან და იქ ვაკეთებთ cross checks, რომ მხოლოდ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე არ მივიღოთ გადაწყვეტილება, არამედ ამ ყველაფრის შემოწმება გავაკეთოთ.
ნუ შემდეგ არის თქვა რაღაც რა ტიპის ორგანიზაცია არის, მისამართი რა აქვს, რაღაცა ეს tax ID, რეგისტრაციის თარიღი და ასე შემდეგ რაც მისამართი და ეს ველებიც შეიძლება თუ გაამანდატოროთ ან დატოვოთ ოპშნალად, გავაგრძელოთ შემდეგ სტეპზე. აქ უკვე დამატებითი ინფორმაცია, რაც თქვათ ინკორპორაციის დოკუმენტებს შეეხება, იქ აპოსტილები იქნება თუ დადასტურებები იქნება, ესეც კონფიგურირების საკითხია, ნუ აქაც რაღაცები ავტვირთოთ. ჩემი სტანდარტული ფაილები, ვინაიდან ეს მანდატორი ველები არის. ავტვირთეთ და ამის შემდეგ უკვე იწყება ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის მოგროვება რა. აქ შეგვიძლია გავსაზღვროთ თქვათ შეარჰოლდერია, ბიოდირექტორია თუ რაღაცა შეიძლება ორივე იყოს ან სამივე იყოს ან რაღაცა ოთხივე იყოს. ამის შემდეგ თქვათ ეს ეს იურიდიული პირია თუ შეიძლება ფიზიკური პირი იყოს ან იურიდიული პირი იყოს და რამდენიც არ უნდა იყოს ამ ყველას დამატებები შეიძლება და შესაბამისი შეიქმნება. ამის შემდეგ ნუ აქ პროცენტულობა ვთქვათ რამდენი პროცენტი აქვს, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, თლათ ეგეთი პატარაც აღარა ვარ 2000-იანებში ვიჯდე. ნუ შესაბამისი მისამართები და აქ ახლა არის ორი ვარიანტი. შეგვიძლია რომ ამ მომენტში შემსებმა დაიწყოს და დავერიფიცირდეს ან ეს ინფორმაცია მოგროვდეს და ამ შემდეგ უკვე ინდივიდუალურ ფიზიკურ პირს, მონაწილე ფიზიკურ პირს გაეგზავნოს შესაბამისი ვერიფიკაციის ლინკი. მოდი ბარემ დავიწყებ აქ ახლა ვერიფიკაციას, თუმცა აქ სტარტ ვერიფიკაციის გარდა შესაძლებელია რომ თვითონ შემსებმაც გაუზიაროს ეს ლინკი იმის მიხედვით აქ რა იმეილი და რა ტელეფონის ნომერი იქნება შეყვანილი. აქ იგივე ის პროცესი არის, რაც უკვე გავიარეთ და თქვენთვის კარგად ცნობილი არის. შეიძლება არაა ცნობილი კარგად, მაგრამ გაჩვენებთ. რომ შემდეგ უკვე რეზულტებში უფრო ცხადი სურათი გქონდეს მოპოვებული ინფორმაციებთან დაკავშირებით. დოკუმენტი და შემდეგ იქნება ლაივნესი ეს პროცესიც აქ დასრულდა და ახლა შეგვიძლია გადაგვეტანა, გადმოგვეტანა. დავამატეთ და ამის შემდეგ უკვე თქვა თუ ახალი ბენეფიციარი იქნება, თქვა სხვა დასამატებელია იგივენაირად ესე ვამატებთ, თუ არა და ვაგრძელებთ პროცესს. და ნუ ამის შემდეგ უკვე არის საშუალება რომ გადამოწყვეტეს მონაცემები, დაედიტდეს თუ არის დასაედიტებელი და ამის შემდეგ უკვე დავასაბმიტებთ ამ აპლიკაციას. შესაბამისად ეს აპლიკაცია უკვე დასაბმიტებულია და ამ ბოლო გვერდზე და ამის შემდეგ რა მოხდეს, ეგ უკვე ძალიან ეს კონფიგურაციის ამბავია, რომ თქვა რაღაცა ვებჰუკები და რაღაცა გადამისამართება საით გავუშვებთ. ამასობაში ესეც დასრულებულია და ეხლა ჩვენ უნდა გავიაროთ, შევამოწმოთ ეს შედეგები დეშბორდზე როგორ გამოიყურება. ეხლა ვინაიდან ეს არის ჩვენი დემო გვერდი, აგერ არის ეს ჩვენი ეს რასესია ეს კაცო. ამით აგერ მოგა. ხო, ეს არის მოკლედ ეს იურიდიული პირის შესახებ რა ინფორმაციაც შევიყვანე, ეს ის კითხვა არის, რაც შევავსეთ და ნუ აქ ვინაიდან ახლა ჩეკები არ ჩატარებულა, არ ჩანს, მაგრამ ნუ ის ბექგრაუნდ ჩეკები რაც ჩატარდება, შესაბამისი რეზულტები იქნება აქ ეს გაფერადებული, ემთხვევა, არ ემთხვევა.
თუ რაც არის ფიზიკური პირის ვერიფიკაცია, ეს activity log-ი იგივენაირად რაც ხდებოდა პროცესში, ეს დამატებითი მონაცემები ლოკაციებთან დაკავშირებით. აქ არის კითხვებზე პასუხები და აქ გვაქვს უკვე ამავე სესიის ფარგლებში არის ის ვერიფიკაცია და ის რეზალტი, რაც ამ ბიზნესთან დაკავშირებით მოხდა დავერიფიცირდა. ეს რაღაცა ბექი რო გავუკვეთეთ. მოკლედ, როგორც ვთქვი, ეს რაღაცა საბოლოო ისე ვთქვით, დამუშავება მიდის და მომავალი კვირიდან უკვე ეს flows ესეთი სრულად გამოდგმული იქნება და აწყობადი იქნება. ამასობაში კი ვთქვით, იურიდიული პირების ვერიფიკაციის საშუალებაც არის. აქვე კიდე ერთ საომავლო ფუნქციონალს ვახსენებ, რომელიც ალბათ უკვე სექტემბრის შუა რიცხვებში დავაანონსებთ და გავაზიარებთ. ეს იქნება უკვე ცოტა უფრო ფართო პლატფორმა, რაც იქნება ტრანზაქციების მონიტორინგთან დაკავშირებული, პირველადი რისკის შეფასების ინსტრუმენტებთან დაკავშირებული და უკვე შემდგომი განმზობადი ფროდის პრევენციის ინსტრუმენტებთან დაკავშირებული. ანუ შესაძლებელი იქნება რომ განისაზღვროს როგორც ობიექტები, პროცესები და ნოტიფიკაციები იმისთვის, რომ compliance manager-ებს რაც შეიძლება ნაკლები საქმე ჰქონდეთ და ეს პროცესები იყოს მაქსიმალურად ოპტიმიზირებული და ავტომატიზირებული არსებულ რეგულაციებთან შესაბამისად. დიდი მადლობა ზურა, მადლობა დეტალური დემოსთვის და იდენტომატის სიახლეებზე ინფორმაციის მოწოდებისთვის. ახლა უკვე გსურთ აუდიტორიის მოსაზრებებიც მოვისმინოთ. მე როგორც ხედავ, ერთ-ერთმა მსმენელმა აიწია ხელი და ეს არის რუსუდა გაბრიაძე, მას აქვს კითხვა და ახლა ჩაერთვება თავისი შეკითხვით ჩვენს ვებინარს. რუსუდან ისმის, მე მგონი შენი ხმა. სალამი, გესმით ჩემი ხმა? დიდი მადლობა პირველ რიგში ინფორმაციის გაზიარებისთვის. პირველი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში. როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქის რეგისტრაცია ხდება, გასაგებია, რომ ქართველების გადამოწმება, ინტეგრაცია რეესტრით შესაძლებელია, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქის დოკუმენტის სკრინინგს როგორ ახორციელებთ? ანუ რა წყაროებზე დაყრდნობით? კი, ამისთვის გვაქვს ინტეგრაციები სხვადასხვა დატა აგრეგატორებთან, მაგალითად ერთ-ერთი არის DataZoo, Experian და ასე შემდეგ, სადაც ამ სახელი გვარი კომბინაციის მიხედვით ვარეკვესტებთ და შესაბამისი საკრედიტო ბიუროები ან trusted source-ები რაც არის, თქვათ, იგივე შეიძლება სამოქალაქო რეესტრი იყოს, ტელეკომ პროვაიდერების ინფორმაცია იყოს, საკრედიტო ბიუროები იყოს და ასე შემდეგ, ხდება შესაბამის ქვეყნის შესაბამის source-ებში გადამოწმება და შედეგის დაბრუნება. რა თქმა უნდა, ეს შედეგი არ არის 100%-იანი, თუმცა თუ სადმე რამე პოვნა მოხდა ინფორმაციის ეს პირველ წყაროს ჩათვლით ბრუნდება ეს ინფორმაცია, თუ ვერ მოიძებნა ეს ინფორმაციაც ბრუნდება, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ როგორც წესი თუ ეს ინფორმაცია არ ბრუნდება, ესეც ერთ-ერთი რისკ ფაქტორი არის, იმიტომ რომ მეტანაკლებად რეალიზებული ადამიანის შესახებ რაღაცა არც აკაუნტები ქონდეს, არცად იძებნებოდეს იშვიათია. აქვე კიდევ დავამატებ რამდენიმე შეკითხვა მაქვს და თუ შეიძლება კიდევ რომ ცოტა მეტი გითხრათ, აი მისამართის ვერიფიკაციაზე საუბრობთ, რომ შესაძლებელია აიტვირთოს პირობითად საბანკო ამონაწერი, ხო? სადაც შეიძლება გამოჩნდეს ეს აი ამ ფოტოს სკრინინგსაც ახორციელებთ, ხო? აი პირობითად მე რო ავტვირთე რაღაც დოკუმენტი, ავტომატურად პროგრამა აიკითხავს, რომ იქ შეიძლება მე რა ვიცი ავტვირთე ID ბარათი ნაცვლად მისამართისა. ამის ვალიდაციასაც აკეთებს, ხო? კი, ანუ ჩვენ ვეძებთ რაღაცა სასაკონძო სიტყვებს, ეს არის სახელი გვარი, თარიღები, მისამართები და ამ ინფორმაციის შემდეგ უკვე ანალიზის საფუძველზე ვიძლევით ფიდბექს. პოლიტიკურად IP და სანქცია დაკისრებულ ბაზებთან დაკავშირებით როგორ გითხრათ, რომ ბაზებზე ეყრდნობით? სია გვაქვს დიდი, ამ სიის გაზიარება შეგვიძლია 300-ზე მეტი სორსი არის, ოფაკი, ინტერპოლი, მილიპოლი და ასე შემდეგ, სია არის, ამ პირველადი წყაროების რა და პრაქტიკულად ამ ყველა ამ სიაზე ხდება გადამოწმება.
და ბოლო შეკითხვა, როდესაც იურიდიულ პირის რეგისტრაციას ვაკეთებთ, ხო შესაძლებელია, რომ ის ადამიანი, რომელიც აი ამ ინფორმაციას ავსებდეს, ან განზრახ, ან უნებლიეთ, ბენეფიციარი მესაკუთრის პროცენტული მნიშვნელობა და ეს ყველაფერი არასწორად მიუთითოს. ასეთ შემთხვევაში, როცა ინტეგრირებული იქნება ეს რეესტრთან, პროგრამა თავისით დაუწერს, რომ რაღაც ერორი ანუ არასწორად არის ინფორმაცია შეყვანილი თუ აი აქეთ კომპანიის მხარეს ჩართულობა საჭირო იქნება, რომ დახარვის და რატო დახარვის და მე ხელით მოხდეს პირობითად ამ მომხმარებელთან ისევ ახალი ლინკის დაგენერება. ძირითადი მონაცემების გადამოწმება ხდება, თუმცა ისევ და ისევ ვინაიდან ესეთი ნაკლებად სტრუქტურიზებული და სტანდარტიზებული არის როგორც რეესტრები, ასევე რაღაცა ინფორმაციის ასახვა და ინტერპრეტაციები შეიძლება რაღაცა მომენტში ხელით გადასამოწმებელი იყოს, თუმცა ჩვენ თუ შეამჩნიეთ აგრეთვე ვიძლევთ საშუალებას, რომ ამ ინკორპორაციის და რეგისტრაციის შესაბამის დოკუმენტს ატვირთვა მოხდეს, სადაც შესაძლებელი იქნება თქვა ვიზუალურად გადამოწმდეს თქვა compliance-ის ან შესაბამისი მენეჯერის მიერ და პლუს კიდევ ამ კომპანიის სარეგისტრაციო ნომრის შესაბამისად წამოღებული მონაცემებიც მოდის და მოწმდება. ანუ ამ რეგისტრაციის მონაცემებში თუ არის მითითებული ამ კონკრეტული ბენეფიციარების შესაბამისი წილობრივი მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, ეს მონაცემები დარდება და ეს შესაბამისი ინფორმაცია ბრუნდება. და როგორც კომპანია, ასევე ის ბენეფიციარი მესაკუთრე, რომელსაც რა ვიცი 25%-ზე მეტი აქვს წელფერი მაჩვენებელი, ეგეც ჩვეულებრივ ისკრინება და სკრინინგის ისტორიაში გამოვლენებში ყველაფერი დეტალურად ჩანს, ხო? იურიდიული პირის დასკრინვაც ხდება შესაბამის სანქციონებულ და არასანქციონებულ პეპებში იურიდიული პირი იქნება, რომ სანქციონებულ კომპანიებში ის ბაზებზე. ესეკებია. უკაცრავად აქ მეც ჩავერთვები ერთი წუთით ხო ბენეფიციარ მესაკუთრეებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რეგულაცია რაც არის ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის და იდენტიფიკაცია ვერიფიკაციის არ მოიაზრებს მხოლოდ წილობრივი მფლობელობის დადგენას ბენეფიციარი მესაკუთრის, ხო, ანუ უფრო კომპლექსური არის. იქ რამდენიმე მიდგომა არსებობს, შეიძლება არაპირდაპირი კონტროლის განმახორციელებელი პირი იყოს, ამიტომ რეკომენდაცია რა თქმა უნდა იურიდიულ პირებზე არის, განსაკუთრებით რთული სტრუქტურის მქონე ორგანიზაციებზე, რომ იმ დოკუმენტაციას, რასაც აგიტვირთავთ თქვენ მომხმარებელი, საფუძვლად გაეცნოთ და თქვენ მიიღოთ მერე გადაწყვეტილება დამატებით ხომ არ იკვეთება მაკონტროლებელი პირი, რომელიც ასე პირდაპირ საბუთებში დავუშვათ არ არის მითითებული როგორც 25%-ის ან მეტის მფლობელი, ხო? ასევე წილობრივ გადანაწილებაში შეიძლება იყოს ზღული მიდგომის თემა, როდესაც მოგვარეები არიან, ოჯახის წევრები არიან და ინდივიდუალურად არ ფლობენ 25%-ს ან მეტს, მაგრამ თქვენ ანალიზის საფუძველზე დაადგინოთ, რომ ჯამურად მათი წილობრივი გადანაწილება არის მნიშვნელოვანი გავლენების მოხდენის თვალსაზრისით და მიიჩნიოთ, რომ ესენი შეიძლება იყვნენ ბენეფიციარი მესაკუთრეები. ამიტომ მაინც ჯობია, რომ ეს დოკუმენტაციები ინდივიდუალურად განხილოთ და შეისწავლოთ. ხო, ჩვენი მხრიდანაც ახლა ეს ჩვენი მიზანი არ არის სრულად და ვერც შევცვლით ალბათ ეს უბრალოდ პროცესის გამარტივების და ოპტიმიზირების საშუალებას იძლევა ეს ინსტრუმენტები. მადლობა. მადლობა რუსუდან, საზოგადოება გააქტიურდა და კიდევ ერთი კითხვა შემოვიდა. თუ სწორად გავიგე, ახსენეთ, რომ საქართველოში არ ფუნქციონირებს ის ფუნქცია, რომელიც პრევენციას ახდენს ერთმა ინდივიდმა სხვადასხვა დოკუმენტებით რამდენიმე ანგარიში გახსნას. მაშინ ამ პრობლემას თავიდან როგორ ავარიდებთ? როგორ? თუ სწორად გავიგე, ახსენეთ, რომ საქართველოში არ ფუნქციონირებს ის ფუნქცია, რომელიც პრევენციას ახდენს ერთმა ინდივიდმა სხვადასხვა დოკუმენტებით რამდენიმე ანგარიში რომ გახსნას. მაშინ ამ პრობლემას თავიდან როგორ მე მგონი ცოტა ის არასწორად მოხდა გაგება, ანუ ის ვიგულისხმე რომ ერთი და იგივე პიროვნება ვთქვათ რომ ვერ შეძლოს სხვადასხვა დოკუმენტებით ვერიფიკაციის გავლა. ანუ არ რეგისტრაცია, არამედ ვერიფიკაცია, ანუ ვთქვათ ჩემი სახელი და გვარი დავრეგისტრირდი და დავერიფიცირდი და გავაკეთე მეორე ყალბი დოკუმენტი თქვა სხვა სახელ და გვარზე, მაგრამ ჩემივე სახით რო ბიომეტრია და სახეების ვთქვათ დამხვრევა მოხდეს, ამ შემთხვევაში სისტემა იძლევა საშუალებას რომ გადადარდეს ისტორიული ჩემი სახით რა სახელი და გვარით მოვახდინე ვერიფიკაციები და შესაბამისი ალარმი გამოვცეთ. ეს ერთის მხრივ შეიძლება გაყალბების ცდელობა იყოს, მეორეს მხრივ შეიძლება სახელი გვარი შევიცვალე და ახალი დოკუმენტი მაქვს და ახალი სახელი და გვარით ვარ.
თუმცა საქართველოსაც შეეხება ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად მონაცემების შენახვა ღრუბლოვანი სერვისებით საშუალებით ვენდორების გამოყენების შემთხვევაში არ შეიძლება მონაცემების შენახვა პროვაიდერის მხარეს შესაბამისად ჩვენ ფინანსური ორგანიზაციების შესაბამის ინფორმაციას არ ვინახავთ სესიის დასრულებისთანავე მიაქვთ თავიანთ საცავებში და ჩვენ მხარეს ამ ინფორმაციის აღშლა ხდება და შესაბამისად ისტორიულ მონაცემებზე ვერ გადავადარებთ თქვათ ერთი და იგივე ადამიანმა ორი სხვადასხვა სახელით ან სხვადასხვა ტიპის დოკუმენტით სცადა თუ არა ვერიფიკაცია. თუმცა არა ფინანსური ინსტიტუტებთან მსგავსი პრაქტიკა არსებობს და ვიყენებთ, ვინაიდან საკმაოდ კარგი ფროდის და манипуляციის პრევენციის საშუალება. მადლობა ზურა, როგორც ჩანს რუსულიდან კიდევ გაუჩნდა კითხვა. ეს შეკითხვა მაქვს მაგალითად ორმაგი მოქალაქე საქართველოს და რუსეთის. მოვედი და პირველი რეგისტრაცია გავიარე საქართველოს პასპორტით, როგორც რუსთან გაბრიაძემ. და შემდგომ მაგალითად ხვალანზეგან ერთ კვირაში ის რუსთან გაბრიაძა, ვარ უბრალოდ მოვედი უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტით. აი ასეთ შემთხვევაში რა შვება პროგრამა? ამ შემთხვევაში ეს ჩვენი როგორც თქვი, ანუ ჩვენი კომპეტენციის გარეთ არის, მსგავსი ლოგიკები უნდა მოხდეს უკვე კორ სისტემაში. შედარება იმით ისე და ისე ჩვენ საქართველოს მოქალაქის დოკუმენტით დავავერიფიცეთ და ყველაფერი პრინციპში ლეგიტიმური არის და შესაბამისი ინფორმაცია არის და ეს ინფორმაცია ჩვენთან წაიშალა. ამის შემდეგ უკვე მეორე ეტაპი არის, მეორე შემთხვევა არის სხვა ქვეყნის შესაბამისი დოკუმენტებით მოხდა ვერიფიკაცია და იქაც ყველაფერი ლეგიტიმური არის და სწორი არის, შესაბამისი ინფორმაციას დაბრუნდა და უკვე ეს ორი ჩანაწერი კორ სისტემაში რომ მოხდება, იქ უნდა მოხდეს შესაბამისი ლოგიკის აწყობა, რომ ესეთი მსგავსი кейსების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება მოხდეს, თუ არის რაიმე შეზღუდვა. და ბოლო შეკითხვა და დავასრულებ. სკორინგთან დაკავშირებით, როდესაც მომხმარებელი რეგისტრირდება, რა თქმა უნდა, ეტაპები რაც არის რისკის შეწონვის, რა ტიპის რისკის შეწონვის ლოგიკა იქნება? ანუ ეს კომპანიაზეა დამოკიდებული თუ თქვენ თავად გეკნებათ? ეხლა როგორც მითხარით, როგორც თქვით, სექტემბერში გეკნებათ ეგ ნაწილი, ხო? ხო, ალბათ მაგისთვის კიდევ ერთ ვებინარს გავაკეთებთ სექტემბრის ბოლოს, თუმცა ვიტყვი, რომ ეს იქნება პრინციპში კონსტრუქტორი სხვადასხვა ინსტრუმენტები, სადაც ნულიდან შეგეძლებათ ააწყოთ თქვენი რისკის შეფასების კრიტერიუმები და პარამეტრები, თუმცა იქვე იქნება ჩვენი აზრით ეროვნული რეგულაციების მოთხოვნის შესაბამისი პროცესის ტემპლეიტები. შეგეძლებათ რომ ეს ტემპლეიტები გამოიყენოთ და შეგეძლებათ რომ იქ დააკორექტიროთ თითოეული პარამეტრი. ვინაიდან ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც თქვენზე იქნება და თქვენ ორგანიზაციაზე. ესიკები. მადლობა რუსუდან. ქეთი მე მაქვს ერთი შეკითხვა. რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ რეგულარული ტრენინგები გაიმართოს ტექნოლოგიური სიახლეების ფონზე? მადლობა მარია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის გამომდინარე იქიდან, რომ თუ ორგანიზაციას და თანამშრომლებს არ აქვს შესაბამისი ცოდნა და გაგება, რას ითხოვს რეგულატორი, პროცესების საფუძვლიანად და ესე ვთქვათ ხარისხიანად აწყობა, რომ ის შესაბამისობაში მოვიდეს სამართლებრივ ჩარჩოსთან, რა თქმა უნდა, გართულდება. ტრენინგების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არის, რომ არა მხოლოდ აი ამ სპეციალისტების და ტრენინგება განხორციელდეს, რაც თავისთავად ხალხია ძალიან მნიშვნელოვანი არის, ასევე მნიშვნელოვანი არის ფრონტის დაცვის ხაზი, ესე ვთქვათ პირველი დაცვის ხაზი, ვისაც უშუალოდ ურთიერთობა აქვს მომხმარებლებთან, ან კრიპტოორგანიზაციების შემთხვევაში, ესე ვთქვათ, რადგან ონლაინ მიმდინარეობს შესაბამისი მხარდაჭერის ჯგუფის და ტრენინგება, საოპერაციო მიმართულების ჯგუფის და ტრენინგება, რომ მათ გქონდეთ წარმოდგენა რა არის ფინანსური დანაშაული, რას ითხოვს რეგულაცია და მათი ჩართულობა და პასუხისმგებლობები სად არის, ესე ვთქვათ, ხომ, რომ მთლიანად ორგანიზაცია იყოს შესაბამისობაში. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის მენეჯმენტის შედარგულის და ტრენინგება, რომ მენეჯმენტს გქონდეს წარმოდგენა, ესე ვთქვათ, რას ითხოვს
რეგულატორი თავის ორგანიზაციას სად არის ამ მოთხოვნებთან მიმართებაში, რისკების წინაშე ხომ არ დგას და რა მხარდაჭერა შეიძლება გაუწიოს თავის თანამშრომლებსაც და თავად ორგანიზაციასაც, რომ რა თქმა უნდა შესაბამისობაში მოვიდნენ რეგულატორის მოთხოვნებთან. და ჩვენ როგორც შენცვლად დასაწყისში აღნიშნავთ, თავაზობთ ამ მომსახურებას, თუ ორგანიზაციის დაკვეთა არის, რა თქმა უნდა, ვსწავლობთ ორგანიზაციის მიზნებს და მოლოდინებს, რა სურთ, ესე ვთქვათ, მათ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ტრეინინგ შეხვედრები იყოს პრაქტიკული ხასიათის, რომ მათ რეალურად მე ეს მიღებული ცოდნა გამოიყენონ თავიანთ საქმიანობაში. და შესაბამისად ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ დავეხმაროთ და გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილებაც. დიდი მადლობა, ქეთი. კითხვები როგორც ჩანს აღარ შემოდის, ამიტომ აქ დავასრულებთ ჩვენს ვებინარს. დიდი მადლობა აუდიტორიას დასწრებისთვის, ჩართულობისთვის. დიდი მადლობა ჩვენ სპიკერებს, ქეთი, ზურა. აქ დავასრულებთ ჩვენ ვებინარს და კარგად დავიწყოთ. დიდი მადლობა. ნახვამდის.